როგორც აღმოჩნდა, ძალიან ბევრ თქვენგან საინტერესებს, რამ შეიძლება გამოიწვიოს პირისყრუში სტომატიტის განვითარება ხშირად. სტომატიტის განვითარების ძირითადი ორი მიზეზი გვაქვს. პირველი, ყველაზე გავრცელებულს გულისხმობ, პირველი გახლავთ ტრავმები და მეორე გახლავთ ალერგიული რეაქციები. ტრავმაში არ იგულისხმება მაინც და მაინც დარტყმა, ტრავმაში იგულისხმება ცხელი სასმელის მიღება, საკვების მიღება, ცხარე, მჟავე, მწარე საკვების მიღება, რამაც შეიძლება ატრავმიროს თქვენი ლორწოვანი გარსი. რაც შეეხება ალერგიულ რეაქციებს, ალერგიული რეაქციები შეიძლება გამოიწვიოს როგორც საკვებმა და სიტყვაზე მედიკამენტებმა, ასევე შეიძლება გამოიწვიოს კოსმეტიკურმა საშუალებებმა, რომლის მოხმარებაც სიტყვაზე დაიწყეთ ეხლა და მანამდე არ მოიხმარდით. რაც შეეხება მკურნალობას, მეგობრებო, მკურნალობა არის ძალიან ინდივიდუალური. მე ყოველთვის გირჩევთ ხოლმე, რომ ადგილობრივად გამოიყენოთ გელები, რომლებიც შეგიმსუბუქებთ ტკივილს და დისკომფორტს, ხელშეუწყობს რეგენერაციას ლორწოვანი გარსის და ასევე აქვე მინდა გითხრათ, რომ თუ ძალიან ხშირად გამოგდით სტომატიტი და დიდი ხნის განმავლობაში არ ლაგდება ეს პროცესი, აუცილებლად გირჩევთ, რომ მიმართოთ სტომატოლოგს, კონკრეტულად პაროდონტოლოგს. თუ გექნებათ კითხვები, აუცილებლად დამიწერეთ კომენტარები, არ დაგაუწყოთ, რომ გამოიწეროთ ჩემი არხი მეტი საინტერესო ინფორმაციისთვის, მე დროებით დაგემშვიდობებით.